მოგესალმებით მეგობრებო, მოკეთ გადავწყვიტე ვისაუბრო Facebook-ზე დოდონას ბლოგზე, რომელიც მეკუთვნის მე, იუმორისტული ბლოგი. ყველაზე ხშირად როდის ხდება ჩემთან კატასტროფული ლანძღვა გეტყვით, როცა თემა ეხება დედამთილებს, რძლებს, სმულებს, მასლებს, მამამთილებს, ანუ ყველაზე დიდი ომი და შეტაკებები იწყება ხოლმე ასე დროს, როცა ნახსენებია უკვე ვინც ჩამოვთვალე. რამდენიმე დღეს წინ დავდე ვიდეო, სადაც ვამბობდი, რომ ბრძალომე ბავშვებზე ბრმანაწლავი მისკდება თქო და სხვის ბავშვებს მე ვერ გავზრდი თქო. და ვერ აგიხსნით რამდენი კომენტარი დაიწერა. სხვადასხვა პორტალები დაათრევენ ამ ჩემს ვიდეოს და მლანძღავს ხალხი ისე რომ აი არ ვიცი მართლა როგორ შეგიძლიათ ხალხოს სხვისი ასე ლანძღვა არ ვიცი მე უბრალოდ არ ვიცი რამდენად შეგიძლიათ იკადროთ ამ დონემდე სხვისი განადგურება და გაცამტვერება ან როგორ ვერ ხვდებით რომ ეს არის ხუმრობა და მოდი ხუმრობას თავი დავანებოთ მე როგორც გვანცა ნამდვილად ასე ვფიქრობ ბრმანაწლავი რო არ მისკდება გასაგებია ბავშვებზე მაგრამ ვერავის შვილს ვერ გავზრდი და ვერ ავიღებ 100%-იან და ვერც 70%-იან რაღაცა ვალდებულებებს ჩემი შვილის გამო ძალიან ბევრ რამეზე ამ ეტაპზე ვამბობ ბევრ შემოთავაზებაზე მithქვამს უარი, ბევრ ადგილას არ წავსულ უარი, ну როგორც ხდება ხოლმე. იმიტომ რომ სრულად გადავწყვიტე შვილის პასუხისმგებლობის აღება და ამ შემთხვევაში არ გადავაბარე დედამთილს, დედას, ბებიას, ბაბუას და ასე შემდეგ. და მეც ვთვლი რომ როდესაც თხოვდები პასუხისმგებლობები უნდა გქონდეს ადამიანს გააზრებული. ის რომ შვილს აჩენდა ხა დედამთილის სახლში დამიჯდება და რას მიკეთებს გამიზრდის, ჩემს შემთხვევაში ასე ვერ იქნება. ჯერ ბიჭიც არ მყავს, მაგრამ ნუ ზოგადად რო ვისაუბროთ, ასე არც იქნება, ვერ იქნება, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი ცხოვრება და მე რაც ჩემი ცხოვრება მექნება, ჩემი საქმეები მაქვს, ჩემი მიზნები მაქვს, ჩემი ოცნებები მაქვს და ზოგადად ჭირდება ამოსუნთქვა. ერთია, როდესაც იტოვებ თუნდაც რამდენიმე დღით, რასაც სიამონებით გავაკეთებ, რა თქმა უნდა, და ძალიან ჩართული ვიქნები ჩემი შვილის ცხოვრებაში, თუმცა ისე რომ მე ჩემი ცხოვრება წიგნივით გადავფურცლო და გადავწყვიტო რომ სრული პასუხისმგებლობები ავიღო, ასე ვერ იქნება, არ იქნება და მგონია რომ არც არის სწორი. რადგან დედამ და მამამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შვილზე, შვილის გაზრდაზე, აღზრდაზე, განვითარებაზე და აბსოლუტურად ყველაფერზე. მაგრამ თუ რაღაცები ვერ ხერხდება, თუ რაღაცები ხდება, ამისთვის არსებობს ძიძა. და ამ შემთხვევაში ვიარსებებ მეც, რომელიც ძალიან დიდწulis შევიტან, მაგრამ ისი არა, რომ ჩემი ცხოვრება სრულად გადავდო და მივხედო ბავშვს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მეყვარება. ბუნებრივია, ეს ასე არ არის. ახლაც დედა ჩემს ვუტოვებ ხოლმე, როცა ამის საჭიროება მოითხოვს, დედა ახლა ჩამოფრინდა და ძალიან ცოტა ხნით რჩება ჩვენთან და ისევ მიფრინავს და ისიც კი მერიდება, რომ რაღაცა გარკვეული დროით ვუტოვებ ხოლმე და ნუ იქნებით სრულად დამოკიდებულები სხვა ადამიანებზე, იმიტომ რომ მე პირადად არ მინდა სხვისი აღზრდილი შვილი. მირჩევნია თავად აღზარდო ისე როგორც ვიცი, ერთად განვითარდეთ, ვიდრე მე რაღაცები სხვას ვაბრალო, რომ ეს ასე არ მომწონს, ის ისე არ მომწონს, რამდენი გვსმენია ჩვენ, რომ არის ხოლმე ომი, რომ ეს ქცევები იმისგან აქვს, ასე ასწავლეს ისე, ამიტომ თავად უნდა იყოთ მეგობრებო პასუხისმგებლობები. ხო და ამ ყველაფრის მერე უფრო მეტად მიკვირს, რატომ ატყდა ასეთი ამბავი, რატომ არის ასეთი ლანძღვა ჩემზე, ანუ რამე ცუდი ვთქვი? რატომ გონიათ რომ ცუდია ის, რომ დედამ და მამამ უნდა აღზარდოს საკუთარი შვილი უკაცრავად? ანუ ვინ უნდა ვერ ვიგებ, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა სხვა პლანეტაზე ვარ მე ჯერ და ვერ დავეშვი რეალობაში, არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი.
რო თხოვდები ცოლი რომ მოყავს რომ იცი რომ ვალდებულებები უნდა აიღოთ ძალიან ბევრი ერთია დაგეხმარო მაგრამ მეორეა მე დედას ვერ შევუცვლი და მამას მით უფრო ვგიჟდები როცა ეს ვალდებულებებში გადადის ხოლმე და ვალდებულებებში უტარებენ და აი ბევრი კომენტარი შემხვდა რომ რატო ვალდებული არ ხარ ეს ალბათ უფრო გამწარებული რძლების კომენტარები იყო მაგრამ არ ვარ არც მე ვარ ვალდებული არც ჩემი დედამთილი არ არის ვალდებული შვილი გამიზარდოს დახმარება ერთია მაგრამ ის რასაც კომენტარებში მეწერდნენ რომ შენ ახლა ვალდებული ხარ თუ რაღაც არ ვარ ვალდებული მეგობრებო არც ჩემი დედამთილი არ არის ვალდებული არც დედა არ არის ჩემი დედა ვალდებული მას მხოლოდ საკუთარ შვილთან ქონა ვალდებულებები რომელიც ვარ მე და ახლა მე მაქვს უკვე ჩემი ოჯახი და ჩემი ვალდებულებები მაქვს ამიტომ უცნაურია ხოლმე მსგავსი რაღაცების გამო ამხელა ჰეითი ვერ აგიხსნით ხალხო რა ხდება დოდონას ბლოგზე არ ვიცი და ერთმანეთს მიეჯიბრებით ხალხო ლანძღვაში იმიტომ რომ საკუთარი სახე გაქვთ დაკარგული აი მით უფრო გიჟდებ ისეთ ადამიანებზე პატარა ბავშვების ფოტოები რო უდევთ ეკლესიის სურათები რო უდევთ სანთლების ფოტოები რო უდევთ და გეუბნებიან რომ იმედია სახლში ცოცხალი არ მიხვალ ანუ რატო რა დაგიშავე იმიტომ რომ მე ჩემი პოზიცია მაქვს იმის გამო რომ არ მესმის რატომ უნდა გავზარდოს ხვისი შვილი მე რა რომ შვილი ის ხვისი შვილია მაინც არ მესმის ვერასოდეს გავიგებ არასოდეს მესმოდა ეს არ არის ვალდებულება ხალხო ვალდებულება უნდა ვიცოდეთ რაში გვაქვს რაში გვევალება ეს ყველაფერი მაგრამ ცოტა სუბუქად შეხედეთ რაღაცებს თორე იმაზე ადრე დაბერდებით ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ თქვენი ნეგატივი ისევ თქვენ შეგჭამთ თორე წავიკითხე ავსკროლე თქვენ შეგჭამთ დამიჯერეთ შებებერო კომენტარს რო დამიწერთ ხო კარგით ვიქნები ბებერი მაგრამ თქვენგან გასხოვებით ადამიანობა შენარჩუნებული ნახვამდის